სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. დღეს ფერისვალების დღესასწაულია და ერთ-ერთი ლამაზი საკითხავი სამოციქულოდან სწორედ დღეს იკითხება. ლამაზი ღრმა თბილი. ოდესაც პეტრე მოციქული თავის სამწყსოს ესაუბრება და მისი სამწყსო არ ამოიწურება თქვენ იცით იმ ადამიანებით, ვისაც პეტრე მოციქული წერილს წერს, არამედ მისი სამწყსო მთელი ეკლესია და მათ შორის ჩვენც, რომელმაც დღეს მისი სიტყვები მოვისმინეთ. პეტრე მოციქული გვესაუბრება თუ როგორ უნდა განგვაღვიძოს ჩვენ მისმა სიტყვებმა და ეს მისი სიტყვები როგორი გამოცდილებით არის აღჭურვილი. განგვაღვიძოს ამას სოფლის ძილისაგან, რა თქმა უნდა, და როგორი გამოცდილებით არის აღჭურვილი და ამ გამოცდილებას ესე ბავშვი იტყუება, რომ ჩვენ ასე და ასე ვიყავით წმინდა მთაზე უფალთან და ვიხილეთ მისი დიდებაი. და არა მარტო მისი დიდება იხილეს, არამედ ყოვლა წმინდა სამების ხილვა იყო ეს, იმიტომ რომ ღვთის განცხადება არა მარტო ნათლისღება ჟამს მოხდა, არამედ სწორედ დღევანდელ დღესაც, როდესაც მამა ღმერთის ხმა და სულიწმინდის მადლი და ძეღმერთი ხორციელად იხილვება. და პეტრე მოციქული საუბრობს იმ მთიებზე, ანუ იმ ვარსკვლავებზე, რომელიც უნდა აღმობრწყინდეს. როგორც მარადისობაში, ისევე ახლა აქ. საერთოდ დღევანდელი დღე შეიძლება ითქვას საკუთრივ მართლმადიდებლური დღესასწაულია, იმიტომ რომ ქრისტიანულ სამყაროში მე ხშირად მithქვავს თქვენთვის, რომ არ მოიძიება არც ერთი კონფესია, არც ერთი დენომინაცია, რომელიც თავის თავს ქრისტიანად მოიაზრებს და თავის თავს ქრისტიანს უწოდებს, რომლებიც იმგვარად აღიქვამდნენ აი ამ დღესასწაულს და ამ დღეს როგორც მართლმადიდებლები. აღდგომას სხვაებიც თქვათ აღიარებენ შოუბას და ასე შემდეგ, მაგრამ ფერისვალების დღესასწაული მხოლოდ საკუთრივ ჩვენია, იმიტომ რომ მხოლოდ ჩვენ მართლმადიდებლები. მოკლედ ჩვენი დამსახურება არ გეგონოთ. თუ ვინმეს დამსახურება ადამიანურად, რა თქმა უნდა წმინდა მამების, მათ შორის დაწყებული იმ დიდი მამებისა, რომლებმაც თავის ცხოვრებაში, პრაქტიკულ ცხოვრებაში შემოინახეს ეს სწავლება თაბორისეული ნათელისა, განსაკუთრებულად ათონელი მამებისა, ისიხასტე მამებისა და რა თქმა უნდა წმინდა გრიგოლ პალამას გულისხმობ, რომელმაც ეს ყველაფერი რაღაც საღვთისმეტყველო ჩარჩოებში, უпроსორეთ როგორც საღვთისმეტყველო სწავლება ისე მოგცა და ის ტრადიცია უძველესი ჩვენთვის დოგმატურ სწავლებად იქცა. თუმცა იგი ყოველთვის იყო, რა თქმა უნდა, ღვთივ გამოცხადებული ჭეშმარიტება, მარტო პეტრე მოციქულის სიტყვების რადღირს, რომელიც ის თავის ეპისტოლეში ერთგან ახსენებს, რომ ჩვენ საღვთო ბუნების თანაზიარ უნდა ვიქნეთ და როგორ ვიქნებით საღვთო ბუნების თანაზიარი და განხვთობა როგორ მოხდება ადამიანისა, როგორ მოხდება დამკვიდრება უფალთან ერთად, რომელიც არის მარჯვენით ღვთისა და მამის, ანუ ყოვლადწმინდა სამების წიაღში, თუ ჩვენ სადა ღმერთშუა იქნება რაღაც მოცემულობა, რომელსაც ღვთის მიერ შექმნილი ენერგია ქვია. თაბორისეული ნათელი, ანუ ღვთის ენერგია, ანუ მადლი, არის არა ღვთის მიერ შექმნილი ენერგია, არამედ თავად ღმერთი თავის ღვთაებრივ ენერგიებში. და ის რომ ეს ყველაფერი ასია და ის რომ ჩვენ ქრისტიანები უფალთან მყოფნი უნდა ვიყოთ არა მხოლოდ იმის გამო, რომ პეტრე მოციქულს უჯერებთ, თუმცა ესეც არის. ჩვენ დღეს პეტრე მოციქული თავის გამოცდილებას გვიყვება კიდევ ვიმეორებ, რაღაც შეიძლება თითქოს ბავშვურად, გულწრფელად, გულღიად, თავის მადლიანი სიტყვით და ეს რა თქმა უნდა ძალიან ძლიერად განაპირობებს ჩვენს სარწმუნოებაში მოქცევას, ყოფობას და დამკვიდრებას, მაგრამ ჩვენ ხო ხშირად საუბრობთ და გონი კვირასაც გასაუბრეთ იმის შესახებ, რომ არ შეიძლება გერქვას ქრისტიანი თუ შენ გწამს იმიტომ, რომ ეგითხარი. ამ შემთხვევაში პეტრე მოციქულმა. არ შეიძლება შენ იყო ქრისტიანი მხოლოდ იმის გამო, რომ მე გითხარი, რომ ესე და ესეაო და დამიჯერე, აჰა, ასე და ასეაო. არა. ერთია დამიჯერე, ანუ ეკლესიას დაუჯერე, პეტრე მოციქულს დაუჯერე. ერთია ეს სწავლება თითქოს და შენ მოგეწონა და მიიღე, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. შენ საღვთო დოგმატები, შენ შიგნით, შენ საარსებაში
უნდა გამოგეცხადოს. ანუ დოგმატი არის საღვთო გამოცხადება, რომელიც მოეცა სამყაროს, მოეცა ეკლესიას, მაგრამ შენც უნდა მოგეცეს პირადად და ამის საწინდარი, ამის წინდე, აი დღევანდელ საკითხავშიც იყო. პეტრე მოციქული საუბრობს იმ სანთელზე, რომელიც ჩვენ შიგნით ანთია. რომელიც საბოლოო ჯამში დიდ ბრწყინვალე ვარსკვლავად გადაიქცევა და იმ დიადი გაზაფხულის ჟამს, როცა უფალი დაბრუნდება, როდესაც მართლა აღმოფწყინდება უფალი ვითარცა მზე, აი როცა ჩვენ მას შევეგებებით, მანამდე ის ღვთაებრივი ნათელი, რომელიც იმ დიდ განთიადს აღმოფწყინდება და ყველა ვიხილავთ, ვინ ცხონდებით, ის ნათელი, იგივე ნათელი ზუსტად თითოეული ჩვენთაგანის არსებაში ვითარცა სანთელი ანთია. ანუ ის ხელთუქმნელი, ის თაბორისეული ნათელი, ის ნათელი, რომლებიც მოციქულებმა იხილეს, რომელზეც პეტრე მოციქული საუბრობს, რომელი ნათელიც არის თავად ღმერთი და არა ღმერთის მიერ რაიმე შექმნილი ენერგია, ამიტომ მადლის მოქმედება და იმ ღვთაებრივი ნათლის ჭვრეტა თავად ღმერთთან ურთიერთობა, მასთან თანაზიარობა. რა ძნელია, როდესაც აი ესე საუბრობ და მე აღმოვაჩენ, რომ მიწაზე ხარ დანარცხებული და ვერც ნათელს ხედავ, ვერც საკუთარ თავში სანთელს განიცდი. ეთრი უბადრუკი არსება ხარ, რომელსაც ამ ყველაფრის განცდა არ შეუძლია. ერთი უბრალო უკაცრავა და მუხლუხო ხარ, რომელმაც რაც უნდა ფრთები მიიწებოს, მაინც ვერ გაფრინდება, სანამ არ დაჭუპრდება, სანამ მეტამორფოზა არ მოხდება და სანამ პეპლად, ულამაზეს მშვენიერ პეპლად არ გადაიქცევა. აი ჩვენ ესე მუხლუხები ვართ, რომლებიც ვცდილობთ, რომ ფრთები მივიწებოთ და არაფერი გამოგვდის. იმიტომ რომ ჩვენ მთელი არსებით უნდა ვიღვაწოთ იმისათვის, რომ დავჭუპრდეთ, ანუ მოვიძულოთ ეს სოფელი და პეპლებად გადავიქცეთ, მოხდეს ჩვენი სრული მეტამორფოზა. მე მესმის ახლა სიტყვები შეიძლება რაღაც პათეტიკურად ჟღერს, იმიტომ რომ მოიძულო კარგია, დაჭუპრდა კარგია, პეპლად გადაიქცე და მეტამორფოზა გაენიცადო კარგია, მაგრამ სად არის, მაგრამ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს. და თუ ეს ჩვენ ამ ეტაპზე არ შეგვიძლია, და თუ ჩვენ არ შეგვიძლია განვიცადოთ ის ნათელი, რომლებსაც დიდი წმინდანები განიცდიდნენ თაბორისეულ ნათელს გულისხმობ, თუ ჩვენ არ შეგვიძლია ის სანთელიც აღვიქვა და გავჭრიტოთ ჩვენს თავში, რომელიც წინდია იმ დიადი გამორწყინებისა, ნათლის იმ დიადი გამორწყინებისა, ის მაინც შევძლოთ, რომ თავი დავიმდაბლოთ და მიწას განრთხმულნი ვღაღადებდეთ უფალო შეგვიწყალე და მიუხედავად ჩვენი დაცემულობისა მაინც არ მოვეშვათ ჩვენს უფალს და უთხრათ შენთან გვინდა უფალო გვაცხოვნე ამინ.